დადგა დრო, რომ უფრო ყურადღებით ვადენოთ უკვე თვალი სხვა დიქტატურების ცხოვრებას. Ვიცოდეთ, რისთვის უნდა ვემზადოთ ჩვენ. Აი, ზოგიერთი ცნობით ირანმა გააუქმა ჰიჯაბის ტარების აუცილებლობა. Ამ ამბავს რამდენიმე აზერბაიჯანული სააგენტო ირანულ ტელეგრამ არხზე დაყრდნობით ავრცელებს, ამიტომ ცოტა სიფრთხილები მართებს, ჯერჯერობით. მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტმა პეზეშკიანმა რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუში მართლა განაცხადა, რომ თავსაბურავების ტარება ნებაყოფლობითი საქმე უნდა იყოს ირანელი ქალებისთვის. შვედური კვლევის თანახმად, მხოლოდ 2022 წელს ამ წესის დარღვევისთვის 3.600.000 ქალი დააპატიმრეს. Საჟელი ითვალისწინებს პატიმრობას 2 კვირიდან 2 თვემდე. Ფულა ჯარიმას ან 74 როზგს, რასაც ბევრი ვერ უძლებს. ახლა ეს თუ მართლა გააუქმეს, დიდი ამბავი იქნება. და ვიღაც იტყვის ირანში, არც ეს ცუდი ყოფილა დიქტატურა, ჩვენი ქალები აღარ არიან ვალდებულები, თავი და თმა დაიფარო, აი გურჯისტანში ეკლესიებში კი ეგ წესი ჯერ ისევ მოქმედებს და მართალიც იქნება. სხვაგან რა ხდება? აი დიქტატურაში ცხოვრობენ ჩრდილო კორეელებიც. კაცმა არ იცის როგორ, რადგან მობილური ტელეფონი და კამერა იქ აკრძალულია. ვერაფერს გადაიღებ, ვერაფერს გამოიტან, იმიტომ არ ვიცით კარგად. შეგვიძლია მხოლოდ ირიბი ნიშნებით ვიმსჯელოთ, რამდენად უხინთ. ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ დაიწყო ახლა ბრძოლა კერდის გადიდების წინააღმდეგ. ქვეყანაში თურმე არსებობს შავი ბაზარი და ჩრდილო კორეელ ქალებსაც უნდათ რაღაც ნაწილები უფრო პატარა უჩანდეთ, რაღაც უფრო დიდი. ახლა კიმ ჩენ ინის მითითებით დაასდევენ არა მხოლოდ კლინიკებსა და ქირურგებს, არამედ ქალებსაც, ვისაც პოლიციის თუ მილიციის თვალით დამეტაენ დიდი მადლი აქვთ და უფალმან უქნას, რომ პირადი ჩხრეკისას რამემ გაიჭრა ჭუმოს. ეს ამბავი ბურჟუაზიული იდეოლოგიის გავლენად ითვლება და შრომითი ბანაკისაკენ, ანუ კოლონიისკენ ბილეთით ისჯება. ცალი ბილეთით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ მხარეს.